მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები ახალს ძველებს. და მე მინდა დღეს ესეთი თემით შემოვიდე. აი, მაგალითად, სახლში შემოუშვით, ხო, ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა რა სქესია და მერე წავიდა და ჯადოები გაგიკეთათ, ხო? აბა რა ხდება? ნახოთ აბა საჯაროდ. ტარო კარგად არის მომზადებული. ვინ შემოუშვით სახლში, ვინ არის? რა ხდება? ჩემო კარგებო. ძალიან საიდუმლოებით მოცული ადამიანია, რომელიც ესე იგი განახლებული აქვს ეს, ახალი გაკეთებული აქვს კიდე, რამოდენიმე პროცენტზე ესე იმოქმედებს, რომ განახლება არის. იცით რა არის, ვითომ დინჯი ადამიანია, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ რა არის, იცით, აი თქვენს მერე რომ გავახო თქვენგან, მოკლედ აღარ ჩერდება მისი პირი, ასე ვთქვათ, საიდუმლოებით მოცულია, იცით? კი. ცოტა შავი სულის ადამიანია. ნუ იცით რა არის, თქვენი გასრესვა უნდა, თქვენ უნდა რომ აი ვერ დაისვენებს სანამ არ გააკეთებს თავისას, მიხვდით, აი რო დადიხართ დედამიწაზე, ეგ მაგაზეც ვერ ისვენებს, მოკლედ რა. კაცრავად აი რამხელა ნეგატივია. კი ეს განახლებულია პირდაპირ ესე იგი შავი მაგია სასაფლაოზე გაკეთებული. შორიდანაც შეიძლება ადამიანი გებრძვით, იცით, შორიდანაც არ გამოვრიცხავ. ავადმყოფობა რო გქონდეთ, რო დაავადდეთ, რო ვერ გადაადგილდეთ, თქვენი მოწინავეობა შურს, თქვენი საქმიანობის შურს, მიხვდით? შეიძლება ოჯახის წევრები შორს ყავთ, ან თქვენ ხართ ოჯახის წევრებისადმი შორს და აი მაგაზეც გიждდება, მოკლედ ვერ ისვენებს, ვერა. ცხრიანი და სამიანი მაგიური ნიშნებია, ესე იგი პირდაპირ კი, აი რაღაცა უნდა რომ დაავადება გაგიკეთოთ, მიხვდით? აი თქვენი სილამაზის შურს, ან რო არ ბერდებით კიდე ჯერ, აი იმის შურს, მიხვდით? და უნდათ რომ შეგინელოთ, აი ლოზინებით, აი ლოზინს რო ეძახიან, ლოზინით რო იაროთ მთელი ცხოვრება. აქ ორი კარტი ხო არ არის, არა. აქ რა მოვიდა, აბა ვნახოთ ეს ვინ არის. ნუ აქ პრინცი დაფიქსირდა, ბიჭია ჯერჯერობით ამოსული. აქ მე ორ ვარიანტად ავხსნი, ხო? ან ესე იგი შურთ რომ თქვენ კარგი ურთიერთობა გაქვთ, ესე იგი მოქნილობა, საშინელი ნეგატივი არ მალაპარაკებენ, მოქნილი ხართ გოგოებო, ლამაზი პარტნიორი ყავთ, საქმიანი პარტნიორი ყავთ, ესე იგი იდილია გაქვთ, მიხვდით? და უნდა რომ ესე ეს ოჯახური იდილია მოგისპოთ, აი ეს შურთ, პირდაპირ შური დაჯდა და პირდაპირ თქვენ მამაკაცზეა, ან შვილზეა, ვისაც ბიჭები ყავთ, შვილზეც არის, ესე იგი უნდა რომ ჩუმად ამ კარტს გავიხსენებ, რომ იდუმალებით გააკეთოს აი ეს ბოლომდე რომ გაგსრისოთ, მიხვდით? ამას აკეთებს. ნუ აქ პარა დაჯდა, იცით, უკვე ძალიან ახლოს არის ეს გოგო ბიჭის ტარო კარტები და კიდე მაგაზე ვიძახი, ან ბიჭიც აკეთებს, ახალგაზრდა ბიჭი, თქვენი მონათესავეა, ან კიდე ძალიან წარსულიდან იცნობთ ამ ბიჭს, მიხვდით? და თქვენი შვილების შურს ეს ერთი და თვითონ რო ვერა მოწინავე და რაც არ უნდა სცადოს, არ გამოსდის, მიხვდით?
მიხვდით? იმიტომ რომ ეს მაგისი კარმაა, კარმული ცხოვრება, ეს უნდა გაიაროს ჯერ და მაგაზე გიждდება, რომ მე როგორ არ გამომდისო და მეორე კიდე აქ არის შეჯიბრი, მეორე მთვარე დაჯდა მეგობრებო თავში და ბოლოში უყურეთ, წარსულიდან მოდის ეს ნამდვილად კარმულია. გოგოებო თქვენ სილამაზეზე, ან ბიჭებო თქვენი გოგოების სილამაზეზე კრადნიკებია გაკეთებული, უნდა რომ ეს იდილია, ეს მოქნილობა ყველაფერი მოგპაროთ და არასასიამოვნო სიტუაციებს გაუკეთებია კი, რომ დაგაშოროთ. აქ ურთიერთობა დაფიქსირდა პირდაპირ კი. აქ კიდე არის ბეჭედზე ან სამკაულზე, ნებისმიერზე რაღაცა გაკეთებული, რო იცოდეთ. ბედნიერებაზე, რომ ხანგრძლივი ბედნიერება არ გქონდეთ, მიხვდით? რო არ გქონდეთ ხანგრძლივი ბედნიერება, აი ამაზეა გაკეთებული მეგობრებო. ბედნიერები რო არ იყოთ, სახლშიც და გარეთაც არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურშიც, პიროვნებასთან, აქ ორი მეფე ხმლები და მეფე გული დაფიქსირდა, იცით? მამაკაცებო, აქ თქვენც გებრძვიან, რო იცოდეთ თქვენც, აი პირდაპირ სახლში რომ ბედნიერება არ გქონდეთ, აი რომც არ ავხსნა, მიხვდებით, ხო? კი, აი გასაღებზე რაღაცა არის გასაღებზე გაკეთებული, განახლებულია, ეს გზაჯვარედინზე არის მერე გადაგდებული რაღაცა, ფული რო არ გქონდეთ, ურთიერთობა რო არ ჩამოყალიბდეს, უყურეთ, გინდ თანამშრომლურია ეს კონტრაქტები, სამსახური, სახლი, მანქანა, რო არ შეიძინოთ, რო ვერ მოლაპარაკება, რო ვერ აწარმოოთ, მიხვდით, ჯანმრთელობაზე. ნუ დუხს რა, ესე იგი ვერ ისვენებს, აი მკითხაობს და მკითხაობს მოკლედ რა და ჯადოებს აკეთებს კი. აი კვამლითაც, ესე იგი ჰაერიდანაც კი გარტყავთ, ჰაერიდან, ესე იგი თავში მენტალზე გარტყავთ, მენტალზე და რატო? რო ჩიხში იყოთ, აი ამ ჩიხიდან ვერ გამოხვიდეთ უსასრულოდ, მიხვდით? დაავადებები რო დაგეწყოთ კანზე, აი ეს არის თქვენ სილამაზეზეა, კრადნიკები, კიდევ ბედნიერებაზე, უყურეთ, წარმატებაზე, ისევ ცხრიანთან, ესე იგი რომ დაგისრულონ, მიხვდით, რომ დაგისრულონ, აი ვერ მოისვენებენ, ვერა, არ ისვენებენ და ახალგაზრდა გოგოც შეიძლება იყოს, არ გამორიცხავ. პირდაპირ გულზე, ურთიერთობაზე, ხო ვთქვი, ესე იგი ჩასაფრებულები არიან, რომ შეგიმოკლონ დრო, ესე იგი პირდაპირ რომ გაგისტუმრონ, მიხვდით, აი მარტო რო დარჩეთ, რომ არავისთან ურთიერთობა აღარ გქონდეთ, აღარც სამსახური, აღარც კარიერული, არაფერი აბსოლუტურად და რომ მიგაწვინონ აი აქ რომ მიგაწვინონ, ეგ უნდათ, მიხვდით? და შორიდან კარგი ინფორმაციები და დახმარება რო არ მოგივიდეთ, ან თქვენ რომ ვერ გააკეთოთ, მიხვდით? ნუ კიდე აი უყურეთ, ბედნიერება, სამი ბედნიერება დაჯდა. ესე იგი, ნამდვილად თქვენი აქტიურობის შურთ, ურთიერთობა რო არ გქონდეთ, აქ უკვე პირდაპირ მამაკაცზეა გაკეთებული, მამაკაცებო თქვენზეა და გოგოებო თქვენ მამაკაცზე რო დაინგრეს თქვენი ურთიერთობა, დაინგრეს, მოპარვა ხდება, ურთიერთობის, მიხვდით? კრადნიკები. ნუ ნამდვილად აი უყურეთ, ესე იგი რომ დიდხნიანი წამება გქონდეთ, აი ამ ყვავილებს გაგახსენებთ, მეორე ბუკეტი, მესამე ბუკეტი, რომ ესე იგი სულ პრობლემები და წინააღმდეგობებში იყოთ, წიგნი რა არის, ბევრი წერია ხო და დიდხნიანი გადაფურცვლა უნდა და ლილიები და ბუკეტიც რა არის, დიდხნიანი ბედნიერება, რომ საერთოდ აი არ გაიხაროთ, ესე იგი ლამის, აქაც კიდე მთვარე დაუჯდა, ყველა მთვარეზე აკეთებენ, გოგოებო, ბიჭებო, ყველა მთვარეზე, მიხვდით?
რომ ვინც სწავლობთ, ვინც გამოცდისთვის ემზადებით, არა აქვს მნიშვნელობა შეიძლება მართვის მოწმობისთვის, ხო? საბუთები, ნებისმიერი თემა გაჩერებული გაქვთ, დაბეტონება გაქვთ გაკეთებული. კი, აი როგორ არის ცოცხით რომ მოგვი რა ესეთი დაგვი ხო მოგვია ესეთი სიტუაცია მოდის. ანუ თქვენ ბედნიერებას აი უყურეთ ეს რას ნიშნავს მოკლედ ძველი მაგიაში არის ესე ბებიების დროინდელს გეუბნებით რომ სუხლაფორთებში იყოთ მიხვდით ცოცხი ხო შემოსავალიც არის ხო ჯადოსნური სიმბოლოა ხო ბოლოს და ბოლოს მაგიაში და აი ეს ნაცარიც კი რა არის თქვენი ბედნიერება რომ ესე იგი სუ გაფანტული გქონდეთ გაფანტული სიბრძნე რო დაკარგოთ რო ვერ ისწავლოთ რამე რო ვერ მაგიურ სამყაროში ან ვისაც გაქვთ ნიჭი ან რამეზე ან ქვებთან დაკავშირებით, ტაროსთან დაკავშირებით, ხო? ან ვინც პრაქტიკოსები ხართ, ეს პრაქტიკა დაჯდა ეხლა, ან ვინც იწყებთ რაღაცის სწავლას, ხომ? აი რომ დაგაბეტონონ თქვენი სწავლა, ესე იგი მენტალზე მუშაობენ, კი, რომ ზლოზინით, ხო? აი ესეთი მოქნილი რო არ იყოთ, აი ეგ შურს, რომ არ წავიდეს თქვენი საქმე წინ, იმიტომ რომ მე აქ ხედავ, რომ ბევრი საქმე უკვე გამოსწორდა ჩემი გამომწერების და აი ეგ შურთ მიხვდით? კი, აი უყურეთ, წეღან გასაღებიც ამოვიდა და ეხლა ამოვიდა გულიც იყო და ამოვიდა მოკლედ გასაღების რაშიც უნდა შეარჭო გასაღები მიხვდით კლიტეები გადევთ კლიტეები გაქვთ მოსახსნელი აი ეს ღუზა დაგადეს უსასრულოდ რვიანი რომ ესე იგი სიმძიმე გქონდეთ მთელ სხეულზე აბსოლუტურად რო ვერ გაინძრეთ ბევრს აქ სახსრების და ხტილები და იმეების ტკივილი გაქვთ არ გამოვრიცხავ ვენები სისხლძარღვები გაგანიერება კი ნამდვილად ну აი გველი უყურეთ ეს არის თქვენი ახლობელი ადამიანი მიხვდით თქვენ ბედნიერებაში რო ჩაერია პირდაპირ ჩაერია ან სისხლით ნათესავია ან თქვენი შვილის მეგობარია ან გოგოა ან ბიჭია გადაათამაშეთ თქვენ თავებზე პირდაპირ ესე იგი რომ მარტო იყოთ და აი გამოსავალი რო ვერ იპოვოთ რომ არავინ აღარ დაგიდგეთ გვერდში მიხვდით არის ჭორები შურები არის ლაპარაკები საშინელი მდგომარეობა ბევრთან მინდა გითხრათ და ვისაც შვილიშვილები ყავთ ან შორს ხართ და აი თქვენზე მოდის აი ამ მეორე ოჯახიდან ლაპარაკი მიხვდით ქმრის ან რძლის ოჯახიდან მოდის ლაპარაკი არასასიამოვნო ლაპარაკი მოდის აი მოკლედ როგორ ვიცით ერთი აი კელაპტარივით დაგიტოვეს ბევრს რომ ამას ცდილობენ მაგრამ არ გამოუვათ რომ აი უფალთან წვდომაც რო არ გქონდეთ რომ ესე დაჭრილი დათვივით რო იბღავლოთ სულ და შველაც რო ითხოვოთ და შველა არსაიდან არ გქონდეთ ერთიანი იგივე აი სტარტაპი როგორ იცი იქნება აი რომ ისევ რო დაიტანჯოთ რო არ გამოგივიდეთ მიხვდით ესეთი სიტუაცია გაკეთებული შავი მაგია ნუ რა თქმა უნდა გასაგებია ესე იგი წვავენ და ჩეხავენ რაც კი შეუძლიათ მიხვდით რომ თქვენ რო კარგად არ იყოთ რო არ გაიხაროთ ბედნიერები რომ არ იყოთ ხურეთ აქ აი ვინ შემოუშვით სახლში თქვენი მეგობარი ეს უკვე მამაკაც და ქალს ეხება მერე უსიამოვნება მოგივიდათ მეგობართან რაღაცა იდილია გაგიფუჭდათ შეხვედრისთანავე მიხვდით მერე კიდე იყო
გეერთგულებოდათ, მაგრამ მოგატყუათ, მიხვდით? ეს ბედნიერება ვიღაცა მამაკაცმა მოგპარათ თქვენ. შეიძლება ეხა ერთად არ ახართ, მაგრამ წაიღოთ თქვენ ხო გაეცით, ქალს ხო დიდი ძალა აქვს არა? და კაცი რო შედის ორგანიზმში, მოდი ესე ვთქვათ, ინტიმური კავშირის დროს ის ენერგიას იღებს მამაკაცი, მიხვდი? ბედნიერდება. აი ეს ბედნიერება წაიღოთ თქვენგან. ნუ თავი, ხო ვთქვი, თავზე მუშაობენ მეთქი, რომ ესე იგი პარტნიორობა რო არ გქონდეთ, სიბრწყინე რო არ გქონდეთ, გზები ჩაკეტვაზე მუშაობენ, მეგობრებო, ანუ რას აკეთებენ, ხო? სა თქვენი მერე ოჯახიდან რო გადიან სიტყვაზე, ხო? რას აკეთებენ და აი ნახეთ, თავი არის დაბურული, სახე აღარ ჩანს, მოკლედ, მხრებიც, მთლიანი სხეული, აქაც გზა, აქაც სულიერი დარტყმები, აქაც მეორე გზა სასიყვარულო პარტნიორული ბიჭებო თქვენს გეხებათ აი საშინელ მდგომარეობაში ხართ და აქ მამაკაცია ჩარეული გოგოებშიც და ბიჭებშიც მიხვდით რომ პარტნიორი არ ყავდეთ არსად და სულ ცალკე რო იაროთ უსასრულოდ და როგორ დამთავრდება ეს არის ესე იგი რამოდენიმე პროცენტზე აი პირდაპირ ვიტყვი არ გამოვრიცხავ კარმული იყო თქვენი უნდა გაგევლოთ მიხვდით და ახალი ნაბიჯები გელოდებათ აი გელოდებათ ახალი ნაბიჯები სწრაფი ნაბიჯები სიყვარულში ურთიერთობაში უნდათ რომ ჩაეკეტეთ ნახე გამოკეტვა ხდება თქვენი გოგოებო ბიჭებო ჯანმრთელობის ოჯახის თქვენი გვარიც კი დაწყევლეს საგვარეულო წყევლაც აქ გაკეთებული უყურეთ არის საგვარეულო წყევლა. კარგით. ეხლა აბა თქვენ ორი წამი დამელოდეთ, მეორე ტაროს ავიღებ. როგორ გამოხვალთ და რამდენად შეგეხოთ. აი ეს მაგიური დარტყმები ადამიანს რო შიგნით შემოუშვებ და გარედან რომ გიღალატებს ესე დავარქვათ ხო? აი ამ ტაროს ავიღებ, სიტუაცია ქვია. რა სიტუაციაში ხართ ეხლა? კარგად არის ესეც არეული, გაწმენდილი. აბა გოგოებო, ბიჭებო. კი, იცი წინ წახვალთ დრაივზე, აი ჯანზე მოხვალთ მიხვდით, ექსპერიმენტების ჩატარების სურვილის გაგიჩნდებათ, ჩემო კარგებო, შეიძლება სწრაფად მოხდეს ის, რაც აქამდე დამალული იყო, გადაფარებული გქონდათ, აი ეს უყურეთ, ახალი დაწყება, ახალი საწყისი რო არა გქონოდათ, აი ეს ახალი ნაბიჯებია ნამდვილად არის კიდე შეძენა, არის შენამატი, აქ ორსულობაც ამოვიდა. კი, აი ბოლოს და ბოლოს სწორად დაინახავთ, იცით, რაც არის და საითკენ უნდა წახვიდეთ. გზას გააკვლევთ, მეგობრებო, ძალიან კარგი. ასევე გააკეთებთ იმას, რაც აქამდე გადადებული გქონდათ, მიხვდით? გადადებული გქონდათ. აი შეიძლება აქ ხელოვნებიც დაფიქსირდნენ, ჩაკეტილი კლიტეები, ვინც ჩემთან ესე იგი იკეთებთ, გამოლოცვებს, ნამდვილად მუშაობს, ნამდვილად და ბუმერანგი მიდის, წავიდა უკვე, რაღაცა ესე იგი რო ვთქვი, დაგიბეტონეს მეთქი, ხო? სიყვარულიც, ურთიერთობაც, სურვილებიც, ემოციებიც, ხო? აი ეს კლიტეები მე რომ აქ გახსნა, უკვე იხსნება. ნახეთ, როგორ წინ მიდის ეს ჟანგიანი და გატეხილი მეტალი ხო თქვენ ცხოვრებაში, ანუ ხერხემალი თქვენი ჩართვალოთ და ჯანმრთელობა გამოდის წინ, გამოდის სახსრებზე რო ვილაპარაკე წეღან.
ზომიერებას შეიძენთ, ზომიერებას, ანუ გასუფთავდებით ნამდვილად კი უკვე რომ აი წყალივით წავა თქვენი სიყვარული, თქვენი ურთიერთობა, ეს უკაცრავა. ხო, სიყვარული ამოვა, აი ნახეთ ბლოკის ქვეშ დაჯდა სიყვარული, გაიხსნა, გასუფთავდა ბევრის ურთიერთობა, ბევრთან არის გამოსვლა, კავშირი, ხელის თხოვნა, ურთიერთობა, პარტნიორობაც არ გამოვრიცხავ, ძალიან კარგი. აი მენტალზე მეთქი, ლიკვიდირებული რო გქონდათ თავები, ხო? აი გნახეთ როგორ არის შეგევსებათ ეს რესურსები, სისხლძარღვები შეგევსებათ, მიხვდით და გასუფთავდა ბევრის უკვე ბევრ პროცენტში, როგორ მიხარია. იცით რა არის? თქვენ პარას შეიძენთ ნებისმიერ სიტუაციაში, თქვენნაირ ადამიანს გამონახავთ, უფალი გამოგიგზავნით და აღარ დაიმალებით, აღარ შეგრცხვებათ, თუნდაც თქვენი სამსახურის გამოჩენა, ზოგი აგე ხელოვნებაც კიდე დაჯდა, არ შეგრცხვებათ, მიხვდით, გამოხვალთ ხალხში და უფრო მოიწონებენ ადრე რაზეც პრობლემა გქონდათ, ხო, რომ აი გაღიზიანებდათ ხალხში ურთიერთობა, ეხლა თქვენი სილამაზე დაგიბრუნდებათ, ყურეთ, ნუ ისევ სიყვარული, შერიგება ამოვიდა, კონკრეტულად შერიგება ამოვიდა, მეგობრებო, ამოვიდა ტკბილი საუბარი, მოლაპარაკება, ამოვიდა კიდე საჩუქრები, ანუ ლოდინის დრო აღარ არისო, აი უნდა წახვიდეო წინ, უნდა წახვიდეო და წარსულში აღარ უნდა იფიქრო, თუ რამე გაურკვევლობა იყო. არის კიდე აი როგორ არის იცით, კი არ გამოვრიცხავ რომ ახალ ტრანსპორტ შეიცვლით ვისაც გინდათ, წახვალთ სადაც გინდათ, მანქანაზეც იყო აქ ეტყობა გაკეთებული ნეგატივი და გასუფთავდება ნაწილობრივ უკვე, იმიტომ რომ ეს მანქანაზე სხვა გამოლოცვებია საჭირო, სხვა ლოცვებია საჭირო, დაპატიჟება არის, შეხვედრა არის, იდილია არის, მიხვდით? ეს ცარიელი სკამები, ცარიელი ცხოვრება შეგევსებათ რითი ჯადოსნური მაგიური მცენარით, ხო? მზესუმზირით, აი ესე მზესავით იფრწყენთ და აჰა, აგე უყურეთ, ამოვიდა წყვილი, ჩემო კარგებო, არის დაგვირგვინება სიტუაციის, ნამდვილად იქნება აქ დაგვირგვინება, ეს თანამშრომლები, ოჯახის წევრები, აქ ვიღაცა თეთრ კაბას ჩაიცმევს და ძალიან მიხარია, კი, იქნება, იცით რა არის, ეს თვალი გაიყინება, ესე იგი შორიდან ვინც გიყურებთ, ხო, ცუდი თვალით, გაიყინება, უყურეთ და გეუბნებათ, რომ ზუსტად ფოკუსირება უნდა მოახდინოთ თქვენ სიტუაციაზე, უნდა შეცვალოთ კუბიკებზე, ბავშვები როგორც აწყობენ, ხო? აი რაღაცას უნდა დაუკვირდეთ, ანუ თქვენ ცხოვრებას უნდა დაუკვირდეთ, თქვენს ურთიერთობებს ოჯახში, მიხვდით? აი ამას იქნება სიყვარული, ჩახუტება კიდე აუცილებლად იქნება, ანუ ეს წარსულში რაც იყო ეს ბევრს ახლა არეული აქვს კიდე თავი, ხო? თქვენს გოგოზე, ესე იგი იყო კი ჩარევები იყო, აქ იყო ბევრი ვარიანტის შემოთავაზებები, აქ კიდე მეუნებიან რომ ერთი არა და რამოდენიმე პარტნიორი ყავთ, გოგოებსაც და ბიჭებსაც და ვერ აგირჩევიათ, იმიტომ გეუბნებათ, უყურეთ, ფოკუსირება მოახდინეთ და ჩაიცმევთ რას, თეთრ კაბას. მიხვდით, ბიჭებო, გოგოებო, თქვენი გოგოები ჩაიცმევენ თეთრ კაბას. ძალიან კარგი. ესე იგი, უნდა უყუროთ, რომ რას გამოლოცვებს, ხო? აი, გამოლოცვებს უნდა უყუროთ, რომ ყოველი დღე აი ესეთი ბედნიერი გაგითენდეთ და ნახეთ გზები გაგეხსნათ. აი, რა სასწაულები ხდება თქვენს წინ. აქ გაგეხსნებათ, ესე იგი, ინტუიცია, არ გღალატობთ ბევრს, ვინ მეგობარი იქნება, ვინ არა, დაინახავთ, უყურეთ, ვინ არის ბოროტი და ვინ არის ნამდვილი მეგობარი, დაინახავთ ამას, აუცილებლად დაინახავთ და სწორ გზაზე წახვალთ, მიხვდით?
გაჩერების დრო აღარ არის და გაჩერდებიან თქვენ იმ მტრები, მიხვდით, რომ დაინახავენ, რომ ურთიერთობაში ვერაფერს ვერ უშვებიან, ჯადოობენ, მაგრამ მაინც ესე იგი მიხვდნენ, რომ აქ არ უნდა ჩაერიონ, იმიტომ რომ ოფიციალურად, ლეგალურად ეკუთვნით ერთმანეთს, მოდი ესე ვთქვათ, და ვისაც კიდე გინდათ საბუთებს ელოდებით, აქ ეგეც დაფიქსირდა, იქნება მკვდარი წერტილიდან დაიძვრება, რაც გაჩერებული იყო, ფულები მოვა, კარგი სამსახური, დაწინაურება, ბიზნეს განვითარება, მეორე კიდე შემოსავალი. ნახეთ მე რომ გუშინ ჩავწერე რიტუალი ბიზნეს განვითარებაზე, სტარტაპები უყურეთ, გარღვევები გაქვთ, ადიხართ კიბეზე, უკვე იცით სად უნდა წახვიდეთ და ცხოვრების კიბეზე ადიხართ. მეგობრებო, ნახეთ რა სასწაულები ხდება, ღმერთო ჩემო. 11 22 222 333 8-იანი უსასრულოდ დააკვირდით ამ ესე იგი გეუნებიან საით უნდა წახვიდეთ. მიხვდით, ეს სამყარო გელაპარაკებათ, რომ უკვე დროა ზოგმა დატოვოთ ძველი, გუშინაც ვილაპარაკე რიტუალში და ახალი კიბეებით წახვიდეთ, წამოდით იმ სამსახურიდან, ან თუ გამოგიშვებენ, არინანოთ 1 წუთი, იმიტომ რომ უყურეთ, სამყარო გელაპარაკებათ, რომ თქვენ ყველანაირ მიმართულებას გზა აქვს ხალხნო, ნახეთ, თქვენ სილამაზეს, ესე იგი მოგეწონებათ თქვენივე შემოქმედება, თქვენივე ხელოვნება, თქვენივე შეიძლება დასასვენებლად წახვიდეთ ვინმე და გაიურუჯოთ, არც ამას არ გამოურიცხავ, ხო არის ცხელი ქვეყნები, მე სიამოვნებით წავიდოდი, ხო. ასევე გემოს, კარგი გემო ექნება ყველაფერს, მიხვდით, შემოგივათ ფინანსები, კარგი კვებაც გექნებათ და რელაქსაციას გაივლით, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, ოჯახში, ნახე, გამყარება, მაგნიტივით მიიზიდავთ პარტნიორს, ნახეთ, პარტნიორს მიიზიდავთ მაგნიტივით ბიზნესშიც და ასევე ესე იგი ეს სიყვარულშიც უნდა მეთქვა. როგორ იცით, ესე იგი თავი ქუჩი გაქვთ, დაცვები მუშაობს, დაცვები და ძალიან კარგი სიბრძნე შეგემატებათ, მეგობრებო, ვაშლი რა არის, ნაყოფი, ხო? კაი სიბრძნე, გამოჯამრთელება, ნაყოფი. აქ შეიძლება same page. ანუ გასაუბრებაზე წახვიდეთ და მამაკაცი და ქალბატონის ნაცნობობა ამოდის, ახალი ნაყოფი ან ბავშვინც ელოდებით განაყოფიერება ხდება, აქ უეჭველი ესია, აქ ვინც ესე იგი ვიღაცას დაბადების დღე თუ მოსდის ვლოცავ და კი სახლში აი აქ აღნიშნავთ რაღაცა წვეულებას, მართლა დაბადების დღეა გილოცავთ, აქ დაცვები მოქმედებს სახლზე, ან გაიკეთეთ, მაქვს მე სახლის დაცვები, რომ აი ამ სიტუაციიდან გამოხვიდეთ, შებოჭილობიდან, მიხვდით? ანუ როიანი ხმლებია ეს იგივე, აქ ბევრს ცოტა უნდა სახლზე ნეგატივის მოხსნა, რომ ესე იგი აი სახლში ვისაც უშვებდით მეთქი, რას გიკეთებდათ, უყურეთ, სანთლებიც გაწმენდა გააკეთეთ ნეგატივის, გაწმენდა აუცილებლად, გამოდით ამ დრამატურგიული სიტუაციიდან გამოხვალთ და ვინც ხელოვნებაში ხართ, თეატრი და ასე შემდეგ, ან მოდელიური ხართ, არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ახალ ნაბიჯებს გადადგავთ, აიწევით ზემოთ, შემოგთავაზებენ ახალ სისტემას, რაც თქვენთვის დახურული იყო და გიმალავდნენ ჯადოებით და ან გაქციეს და სხვა ჩასვეს, მიხვდით, თუნდაც სამსახურში და ესე იგი გექნებათ რა არის იცით აზარენია აი როგორ გითხრათ რომ გექნებათ აზარენია განთიადი ხო აი გამოღვიძება გექნებათ თქვენი თავის ჯანმრთელობის ცხოვრების ესეთი სიტუაციები წამოვა აქ კიდე ბავშვიც კიდე სულ ბავშვი ფიქსირდება ახალი ნაბიჯები შეიძლება შვილობილი კომპანიაა ხო ან ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა ხო მაგრამ აქ უფრო ბიზნესზე მელაპარაკებიან წახვალთ წინ
გარღვევა გექნებათ ცხოვრებაში, უყურეთ და ამას ქვია მტერი ვერას დაგვაკლებსო, ჩემო მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, მე გახლავართ ნინია, ჩემი რიტუალები და გაშლები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის რეზონირდება, ისე არა. და ამოსკროლეთ ჩემი ძველი ვიდეოები ქვემოდან ზემოთ და იქ იპოვით, ესე იგი ძალიან ბევრ ახალ, იგივე თქვენთვის ახალია, როცა არ უნდა ჩართოთ 5 წლის მერეც ის იგივე უკვე სხვანაირად მუშაობს, მიხვდით? ჩემი თითოეული გაშლაც აი ერთი თვის მერე რო ჩართო, უკვე სხვანაირად გაიგებს თქვენი ტვინი. აი სინჯეთ და თუ არ არის ნახავთ, უკვე სხვა სტარტაპზე, სხვა ეტაპებზე გადადიხართ, მიხვდით? ეს არის მაგია ჩემო კარგებო, იმიტომ რომ მე ხო მარტო უბრალო ტაროლოგი არ ვარ, იცით ხო? თქვენთან იყო ნინია, ძალიან მიყვარხართ და მომავალ შეხვედრამდე.